ისევ თქვენთან ვართ. დღეს გვინდა გავაგრძელოთ დაწყებული თემა ლეკვების მოვლასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ რაღაც საკითხები შეიძლება ბოლომდე ვერ ამოვწურე, ან უბრალოდ გამომრჩა და ამიტომ მოდი შევავსოთ ეს თემა, დავასრულოთ ასე ვთქვათ. საქმე ეხება ლეკვებს, იმ კატეგორიას, რომელიც ეხლა ხან წაიყვანეთ სახში და არ იცით როგორ მოუვაროთ. ნუ შეგეშინდებათ, თავარია მონდომება, ყველაფრის სწავლას შეძლებთ. ჯოი ნერვიულობს, კატების ხმა ესმის და ძალიან ნერვიულობს. მაინც ყველაზე აქტუალური საკითხი ყველას აღელვებს და აწუხებს ეს არის კვება. ამიტომ მნიშვნელოვანი რჩევა ამასთან დაკავშირებით. ზოგი ფიქრობს, რომ თუ კი საკვებს ხშირ-ხშირად შეუცვლის, ყველაფერს გაასინჯებს, ასეც, ისეც, გემოებს ათამაშებს, უფრო უკეთესი იქნება, უფრო ბედნიერი იქნება ძაღლი, უფრო ჯანმრთელი გაიზრდება, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. ჯობს რომ აირჩიოთ ერთი უმაღლეს ხარისხის საკვები, რომელსაც მთელი ლეკვობა მისცემთ. ჯოი, მოდი. მოდი, აბა დაჯექი. კაი, დაჯექიბებო და მოუყვეთ. კარგი, შენ როგორ იზრდებოდი, მოუყვეთ. ესე იგი, დავიხსომოთ. ჯობს ერთი სახის საკვები მივცეთ. რატომ არ შეიძლება საკვების ხშირ-ხშირად შეცვლა? ხშირად შეცვლა შეიძლება ვიგულისხმოთ კვირაში ერთხელ შეცვლაც კი. იმიტომ რომ როგორც წესი ლეკვის მომნელებელი სისტემა ეჩვევა, ერგება ერთ კონკრეტულ საკვებს, მის ფორმულას და მასზე იწყებს მუშაობას, მაგრამ თუ კი ხშირად შევცვლით, შეიძლება წყობლიდან გამოიყვანოს მომნელებელი სისტემა, გააღიზიანოს, დიარეაც კი გამოიწვიოს ამან. ამიტომ ჯობს თავი შევიკავოთ ასეთი რამეებისგან. ძირითადად პრობლემას იწვევს ხოლმე, როდესაც მაღალხარისხიანიდან შედარებით მდარე, დაბალი ხარისხის საკვებზე გადაყვავს. ანუ თუ კარგიდან უკეთესზე გადავდივართ, უფრო მარტივად შეიძლება ამ პროცესის გავლა. ბუნებრივია შეიძლება ლეკვობაში ყველაზე ხარისხიანი ბრენდის საკვებს ვაჭმევდით და ასე შეიძლება მთელი ცხოვრება ვერ გავაგრძელოთ. ან უბრალოდ ვერ ვიშოვოთ ისეთივე საკვები, როგორ უნდა მოვიქცეთ. როგორც ამ დარგის სპეციალისტები გვირჩევენ ხოლმე, ეტაპობრივად უნდა მოხდეს საკვების ჩანაცვლება. მაგალითად, თუ კი დღეს აი ძველი პორცია საკვების არის 70%, 30% ახალზე, ხვალ შეიძლება 50-50-ზე გავაკეთოთ, ზეგ 30-70-ზე და ასე შემდეგ. როგორც წესი გვირჩევენ ხოლმე, რომ დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ეტაპობრივად გადავიყვანოთ ლეკვიან ძაღლი სხვა საკვებზე, თუმცა ჯასპერ. თუმცა თუ უკეთესზე გადავდივართ, ძირითადად ჩემ პრაქტიკიდან გეტყვით, რომ ძალიან ადვილად ეგუებიან ამ ყველაფერს. ესე იგი, დავიმახსოვროთ, არ ვცვალოთ საკვები ყოველდღიურად, არ ჩავატაროთ ექსპერიმენტები. თუმცა გამონაკლისი სახით შეიძლება, რომ ერთი და იგივე ბრენდის, ერთი და იგივე ხაზის, დონის, ხარისხის საკვების სხვადასხვა გემოები გავასინჯოთ ხოლმე. მაგალითად, შეიძლება იყოს ქათმის, ბატკნის, ინდაურის, თევზის და ასე შემდეგ. იგივე პრინციპი მოქმედებს მშრალი და სველი საკვების შერევისას. მშრალში მოიაზრება ეგრეთ წოდებული კორმი და სველში სახში მომზადებული საკვები. ჯობს რომ ყოველთვის მშრალზე იყოს ან ყოველთვის სახში მომზადებულზე, ვიდრე ესე დილა-საღამოს ვცვალოთ ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხში შეიძლება განსხვავებული აზრი გქონდეს, იცით ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ლეკვების ასაკში ლეკვს ჩვენ პორციები არ უნდა შევუზღუდოთ. ჯოი, დაჯექი. ოჩახ. მართალია წინა ვიდეოში უკვე ვისაუბრეთ ჭიაზე დამუშავებასთან დაკავშირებით, ანუ ჭიის წამლის მიღებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეხლა თვალსაჩინოდ გაჩვენებთ, როგორ შეგიძლიათ ეს მარტივად გააკეთოთ სახლის პირობებში, ვეტერინარის დახმარების გარეშე. ჩვენი მიზანია ხახაში ღრმად ჩავუდოთ და გადავაღლაპოთ. ესე იგი, აი ესეთი პოზიციით ვიჭერთ ძაღლს ან ლეკვს. ჯასპერ, იჯექი? კარგი. ესე იგი, პირს ვუღებთ, რაც შეიძლება ღრმად
ტენით ხახაში. ეს საჭმელია ამ შემთხვევაში, თუმცა შეიძლება წამალის ამ ზომის იყოს დაახლოებით. აი ასე ღრმად, ტენით ძალიან ღრმად. ხედავთ? უკვე გადაყლაპა. როდესაც პირს აილოკავს, ესე იგი გადაყლაპული აქვს. შეგვიძლია ხელი დავაყოლოთ, აი ესე რომ კარგად ჩაუვიდეს დაბლა და ვაკოცოთ კიდევაც. ჯასპერზეც გაჩვენებთ და კიდევ ერთ რჩევას ესეთ life hacks გაჩვენებთ. შეიძლება სიროპს აძლევდეთ და სუსპენზიას და არა აბს და ეცდებიან რომ გადმოასხან პირიდან. დაჯექი? ჯასპერ დაჯექი? ესე იგი. თავშოთ სიროფია წარმოიდგინეთ. ეხლა ეს კი სიხარულით ჭამს. აჰავებო. აი ესე დაუჭიროთ პირი. მაგრამ სანამ არ გადაყლაპავს. ხედავთ? როგორც კი პირს აილოკავს, ესე იგი გადაყლაპული აქვს. სიროფის შემთხვევაშიც ასე მოქმედებს. ეხლა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა უმარტივესი რჩევა მინდა მოგცეთ, ლეკვის სწორად აყვანასთან დაკავშირებით. მის სწორად დაჭერასთან დაკავშირებით. იცით როგორ უნდა აიყვანოთ და როგორ უნდა გეჭიროთ ხელში უსაფრთხოდ? ახლავე გაჩვენებთ. ჯასპერ, ვაჩვენოთ ხო როგორ ავიყვანოთ ლეკვი? მაგრამ შენ რო ძალიან დიდი ხარ და არ გამოდგები 43 კილო ხარ ბებო და შეიძლება მე ვერც აგიყვანო რომ ვაჩვენო. ხوار დაგაპატარაო ვფიქრობ. რაღაც უნდა მოვიფიქროთ. მოდი აბა რამე ჯადოსნური ვცადოთ იქნებ გამოგვივიდეს. ეხლა უნდა დაგაპატარაო ბებო ძალიან დიდი ხარ და როგორ ვასწავლო შენგან ხელში აყვანა. მოდი დაჯექი მოდი. მოდი აბა დაჯექი? დაჯექი. ვაა, გამოვიდა ჩვენი. შეწყვეტი დაპატარავდა. ჯეიზბე. ბებო, ეგრანაირად კი მაგრამ. ისი დამსახურება. ვაა. მაგარი ხარ. ესე იგი, სინამდვილეში ეს არის ჯასპერის ძე, თქვენახევრის. სხვათა შორის ეს ბიჭი არის ჩვენი არჩეული ნაყარიდან, იმიტომ რომ განსაკუთრებული სახის მოყვანილობა, დიდი წონა და ძალიან მსხვილი მამიკოსავით დიდი ტორები აქვს. არ ვიცი რამდენად ჩანს მან, მაგრამ აი, ნახეთ. აი. და ძალიან მალე წავა თავის ოჯახში. ბებო, ეხლა ვაჩვენოთ როგორ უნდა აიყვანო ლეკვი სწორად. რა თქმა უნდა, ყველა ჯიშის ლეკვზე არის საუბარი. ახლა კი გაჩვენებთ როგორ არ უნდა აიყვანოთ ლეკვი და როგორ უნდა აიყვანოთ სწორად. ბებო, მოდი. მოდი, ჩემი ჭკვიანი. თქვენი აზრით, აი ესე შეიძლება აყვანა? აი ესე, უყურეთ. აი ესე. არა, არ შეიძლება. და ესე, აი ესე წინიდან თუ შეიძლება. აი ესე შეიძლება? ესე. რა თქმა უნდა არ შეიძლება. ცალი ხელით აი ესე არა, რა თქმა უნდა არა, აგიხსნით რატომაც. აი ესე ყველაზე უკიდურესი ფორმა, არასოდეს არ გამიკეთებია, ცადო? ესე. აი მე საშინელებაა, მაპატიებება. ნუ რა თქმა უნდა ეგრე არ უნდა აიყვანოთ. ხედავთ როგორ ავიყვანე, მოდი თავიდან გაჩვენებთ. ესე იგი, ორივე ხელს ვიყენებთ. ერთს ამოვდებთ წინ და მეორეს აუცილებლად უკან. აი ასე. ან ესე შევცვალოთ ხელები. აი ასე. ან აი ასე, რავი როგორღაც. ოღონდ პრინციპს აგიხსნით. თავარია რომ მისი წონა გადანაწილდეს სწორად. და არ მოხდეს მოქმედება აი ამ ადგილას. ესე იგი, ქვემოდან ყოველთვის ამოუდოთ ხელი. ყოველთვის. რატომ? იმიტომ რომ თუ კი ჩვენ ასე ავიყვანთ, მით უმეტეს სუქარ ძაღლს, დროთა განმავლობაში შეიძლება განუვითარდეს ნაწლავების თიაქარი. აი აქ გინახავთ ჭიპის მიდამოში გამობურცული აქვს ხოლმე ცოტათი. რა თქმა უნდა ეს პრობლემა არის, ხო, რატომ უნდა შევქმნათ ზედმეტი პრობლემები, ამიტომ ეს მარტივი ნიუანსი ყოველთვის გაითვალისწინეთ. მაგრამ სანამ პატარაა და ხშირად გენდოებათ მისი აყვანა, აიყვანეს სწორად. დღეისათვის მოდი აქ გავჩერდეთ. თუ ჩემი ვიდეოდან რაიმე ახალი ისწავლეთ და სასარგებლო იყო თქვენთვის, აუცილებლად მოიწონეთ და გამოიწერეთ. იმიტომ რომ რაიმე სიახლე არ გამოგჩნდეთ, იმიტომ რომ კიდევ დავდებთ ხოლმე ვიდეოებს
ძაღლების მოვლასთან დაკავშირებით, მათ კვებასთან დაკავშირებით, არა მარტო ლეკვების დასრულებთან დაკავშირებითაც მიიღებთ სასარგებლო რჩევებს. ამიტომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი.